შენთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელი. მაგრამ რატომ? მიხარია შენი ნახვა. შენ უნდა იცოდე, ვინ ვარ სინამდვილეში. I don't know what's got into you. Oh, Katrine, I don't know what's wrong. დიახ. შემოდით. შეიძლება. რა მოხდა, მადამ? აქ ძალიან ბნელა. მორიგეობისას შუქს არასოდეს ვტოვებ. არ მინდა მნახველები მოვიზიდო. არ მინდა გამულელებს საბაბი მივცე, იფიქრობ, რომ დაყოფილებაში შუქიანთია, მოდი ვესტუმროთო. რა გნებავთ, მადამ? რამდენიმე წლის წინ პოლიცია ჩემი ქმრის გარდაცვალების საქმეს იძიებდა. დაასკვნეს, რომ თავი მოიკლა. მაგრამ ეს სიმართლე არ არის.
მას ხელი მევკარი. Poussé du 8e étage. და პოლიციამ არასწორი დასკვნა რატომ გამოიტანა? დაბრუნდი? ყოველთვის უნიფორმა რატომ გაცვია? საშინელება. ახლა ხანს მოვედი. მალე უნდა გავიდე და აღარ გამოვიცვალე. ყავას დალევ? მარტო ხარ? კი, მარტო ვარ. ვინ იცის? ფულს რა უყავი? სად წავიდა? ყავას დალევ? დამალე არა? მითხარი თორე მგცემ. ჩანთასად გაქვს. ჯიმი მომისმინე. მიხარია რომ დაბრუნდი, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ვალები, კირა, სედრიკის ფული, მარტო ვერ ვუმკლავდები და შენი დათხოვნის შემდეგ. მორჩი ამ იდიოტურ თავის მართლებებს. მაინც ვიპოვი. სად არის? ჯიმი, ჯანდაბა. ჯიმი მოიცა. ფული მომეცი, თორემ გადავხტები. ჩემს ყვავილებზე არც კი უფიქრია. თქვენი ყავა. მადლობა. დალევთ? აი, ყავა დალიე. ფეხებზე მკიდია შენი ყავა. ჩემი ფორმა. ფორმა დამისვარე. ჩემი კოლეგები რას იფიქრებენ? ფული მომეცი, თორემ გადავხტები. გადახტომა გინდა? გინდა გადახტე. მიდი, გადახტე. ხელი ვკარე. დავგრძნობდი, როგორ შორდებოდა მისი შარვლის ბოჭკოები ჩემს ხელის გულს. შემდეგ დავინახე, როგორ მიფრინავდა ჩემგან 1 მეტრში ჩემი ქმარი. გაკვირვებული ჩანდა. იცით, მადამ, ბევრს ვითმენდი, მაგრამ ყავის ლაქა პოსტალიონის ფორმა მეცვა. ჩემი ქმარი პანჯრიდან გადავარდა. ჩემი ქმარი პანჯრიდან გადავარდა. ეს როგორ მოხდა? არაფერი დამინახავს. სამზარეულოში ყავას ვამზადებდი. როცა დავბრუნდი, პანჯარა ღია იყო, ის კი არსად ჩანდა. არსად. ახალი მოსული იყო. ქურთუკის გახდაც კი ვერ მოასწრო. ჯერ თბილია. ავეჯზე და ტანსაცმელზე ყავის კვალი გაქვთ. იჩხუბეთ? არა, უბრალოდ როცა მივხვდი რა მოხდა, შემეშინდა. მსგავს სიტუაციებში შეუძლებელია საკუთარი თავის კონტროლი. თქვით ახალი მოსული იყო, საიდან ხომ არ იცით? კი. მადლობა. ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, რადგან გუშინ თვითმკვლელობა სცადა. მართლა? გუშინ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ სასწრაფო გამოვიძახე. გთხოვთ, კარი დახურეთ და დაჯექით. სახელი გვარი, ამას მოგვიანებითაც შევავსებ. თქვით რომ გცემდათ. რამდენად ხშირად? გასტონ? აქ ვარ? გირეკავენ. მადლობა. ალო? ზოგჯერ სამსახურში მირეკავდა ბოდიშის მოსახდელად. ვიცი, მესმის, მეუბნებოდა რომ ამას აღარ გააკეთებდა.
კი ვიცი. არა, უბრალოდ ზოგჯერ კი იმის გასარკვევად მირეკავდა, ცევის შემდეგ ცოცხალი გადავრჩი თუ არა. და თქვენი კოლეგები ვერაფერს ხვდებოდნენ? არა. ხუმრობით გასტონსაც კი მეძახდნენ. გასტონ ლაგაფის საპატივცემულოდ. 8 წლის განმავლობაში ან კიბეზე ვგორდებოდი, ან მაგიდას ვეჯახებოდი. 8 დაკარგული წელი. სპეციალურად ვაკეთებდი, რომ დაეჯერებინათ. მოტივი რა იყო? თქვენი მოტივი. მადამ თქვენ მკვლელობას აღიარებთ, მოტივი უნდა გქონდეთ. ქმარს უმიზეზოდ არ კლავენ. გცემდათ? მადამ მისმინეთ, არ შემიძლია უბრალოდ მივუთითო, რომ ქმარი მოკალით. კონტექსტია საჭირო. აღწერილობა, სხვადასხვა დეტალები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ვერ მიხვდება, რას ვსაქმიანობთ. კარგი, როგორი იყო თქვენი ქმარი? კარგი. თანმიმდევრობით დავიწყოთ. დავუშვათ, თქვენი ქმარი ცოცხალია და ტრაგედია არ მომხდარა. თქვენ მის მიერ სასტიგმო პრობაზე ავსებთ საჩივარს. მე შემდეგ შეკითხვებს დაგისვამთ. მსხვერპლის მდგომარეობა. ორსული, შშმ პირი, მძიმე დაავადებების მქონე, სხვა. რა სხვა? 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 სიტყვიერი ძალადობა, შანტაჟი, მკვლელობის მუქარა, იარაღით მუქარა, ყველა. ველა, ეს ხდებოდა დღეში, კვირაში, თვეში ერთხელ თუ რამდენად ხშირად? ზუსტად ვერ გეტყვით. მესმის, მაგრამ არც გრაფიკის შედგენას გთხოვთ. საშუალო მონაცემი მჭირდება. როცა არაფერი ხდება, მაინც გეშინია, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ყოველთვის დაწერეთ. ეს პირისპირ ხდებოდა თუ ბავშვის ან სხვა ადამიანების თანდასწრებით? გაჩვენდი. ჯიმი მოიცადე. კარგად ხარ? ნაძირალა. ჩემთან ერთად ყოფნას გართობას ამჯობინებ? წადი და გაერთე. ღამით სახლის გარეთ რჩებოდით? მაგალითად მეზობელთან, ნათესავთან. რცხვენოდა, არ მინდოდა ადამიანებს ცოდნოდათ. ფსიქოლოგიური ძალადობა. მე წარმოვადგენ ძალადობის მსხვერპლს, ჩემი შეხედულებების, ჩემი აზრების, ჩემი ურთიერთობების, ჩემი ქმედებების, ჩემი ვინაობის გამო, ყველა. ფიზიკური ძალადობა. ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა შიშველი ხელების, საყოფა ცხოვრების, საგნების, ცივი იარაღების გამოყენებით. იარაღები არა. ეს ბავშვების თანდასწრებით ხდებოდა. ბავშვები ასევე არიან ძალადობის მსხვერპლნი. შეწუხდებიან თუ არა ამით ბავშვები, არა შვილისთვის არაფერი დაუშავებია. პირიქით მასზე ძალიან ზრუნავს. ეს შეუძლია. ამაში ჯერ კიდევ ბავშვობაში დავწმუნდი. მხოლოდ შენ გესმის ჩემი. ძალიან მიხარია. აბარა, რა თქმა უნდა. არ მაქვს უფლება ჩემს ქალიშვილს ველაპარაკო?
მიდი. ძადი გაისეირნე. ამით რა შეიცვლება? თვითონ მაინც გესმის რას ამბობ? არა. კარინელა დახურე. არა, არ გინდა. შვილისთან დასრებით ასე ნუ იქცევი. არა. გუშინ მარტო დავბრუნდი. როგორ ავუხსნა რომ ჩემთან ერთად არ იყავი? მიპასუხე, ახლა კი მისი თანდასრებით კარი გაიჭახუნე? ერთობი? ბედნიერი ხარ? მითხარი. ჯიმი გეყოფა. გემუდარები ჯიმი გეყოფა. ჩემი მოკლა უნდოდა. ეს არასოდეს დამავიწყდება. ვერ ვსუნთქავდი. და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ დამეტოვებინა პოლიციისთვის მინიშნება. სექსუალური ძალადობა. სექსუალური ძალადობა? დიახ. ის თქვენ ხომ ხვდებით, რასაც გულისხმობ, მაგალითად სხვა კაცებთან ერთად? არ ვიცი ღირს თუ არა ამაზე საუბარი. ამას აღარ ვაკეთებდით. სექსუალური ურთიერთობა არ გქონიათ? იშვიათია. მოძალადეები ჩვეულებრივ ხშირად აუპატიურებენ ცოლებს. ძალადობა არავის უხსენებია. ზოგჯერ მაძალებდა, მაგრამ ეს გაუპატიურება არ ყოფილა. და განსხვავება რაშია? არ ვიცი. გაუპატიურების დროს არ გინდა ამის გაკეთება. მე კი ვერ ვიტყვი, რომ არ მინდოდა. ასე არ იყო. და დიახ, არ მინდოდა. მას უნდოდა სექსუალური ლტოლვა ჰქონდა, როგორც ამბობენ. მე კი ესე იგი გაუპატიურებდათ. მისმინეთ, კარგად ვიცი კანონის მიხედვით რა არის გაუპატიურება. ასე რომ, ნუ წარმოაჩენ საკუთარ თავს მიუწვდომელ ქალბატონად, რომელიც მასე სექსუალურად მოძალადე კაცს იცავს. ეს გულს მირევს. თუ ვამბობ, რომ გაუპატიურებაა, ესე იგი ასეა, გასაგებია? შეიძლება. არა, არ შეიძლება. ყველაფერი მკაფიო და ნათელია. უბრალოდ მდგომარეობიდან გამოყავართ. რატომ დაქორწინდით ასეთ ნაძირალაზე? ჟულიეტ, ლუდი დამისხი. ვისეგოთ ქალბატონო? არა, სხვას დავპირდი. დიდი მადლობა, გული მათქინეთ. მადლობა. ძალიან კარგად ცეკვავდა. ნამდვილად, წამოდი გაგაცნობ. არა. რატომ ძალიან კარგი ბიჭია? წამოდი, მიშელი უნდა დაივიწყო. ცხოვრებით უნდა ისიამოვნო, დაივიწყე წარსული, თორემ სიცოცხლის ბოლომდე მარტო ყოფნა მოგიწევს. მოიცადე, ახლავე მოვალ. ჯიმი. ჯიმი. წამოდი. მაპატიეთ.
ჩემი მეგობარი მინდა გაგაცნო, თulis რომ კარგად ცეკვა. მართლა? გამარჯობა. ვიცეკვოთ? დედამისი ქორწინების წინააღმდეგი იყო. მას ზედმეტად კარგად იცნობდა. ორცხობილა მოიტანა ჯიმი. აუცილებელი არ არის ახლავე დაქორწინდეთ. რატომ ჩქარობთ? ჯერ უკეთ გაიცანით ერთმანეთი. იცით, ჩემი ბიჭი ყველას აქვს პატარა ნაკლი. ჯობს მოიცადოთ და მიხვდეთ შეძლებთ თუ არა მისი ნაკლის მიღებას. ამით დაიწყო ყველაფერი. აღარც მახსოვს რის გამო მოხდა, მაგრამ მახსოვს რომ მოხდა. ჩემგან რა გინდათ? რომ დამაპატიმროთ? რატომ გინდათ ეს? სინდისის ქენჯნის გამო. მადამ, თუ წლების განმავლობაში ინახავდით ამ საიდუმლოს, მაინც და მაინც დღეს რატომ მოხვედით დანაშაულის აღიარებისთვის? გუშინ რატომ არ მოხვედით? იქნებ ხვალ დაბრუნდეთ. ერთი კოლეგა მყავს, ძალიან უყვარს ასეთი ისტორიები, კროსვორდების ჩემპიონია. რა სიტყვით? მაშბუქი იკითხეთ, ეს მისი კაბინეტია დილის 8-დან აქ იქნება? არა? არა. ხვალ ვერ შევძლებ. ხვალმკვლელობის აღიარებაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ. გუშინაც ვიყავი თქვენთან მოსული. ხვალ გადბუა მორიგეობდა. ნაძირალა, მან გითხრათ რომ დღეს მოსულიყავით? მას არც კი შევხვედრილ ვარ. არ ვიცოდი შემოსასვლელში რა მეთქვა. თითქოს სიტყვებს ვეღარ ვამბობდი. ამიტომაც წავედი, მაგრამ დღეს ყველაფერი გამოვა. ყველაფერი გამოვა. გამოვა? ძალიან არ მიმართლებს. ყოველი მორიგეობისაც რაღაც საშინელება ხდება. გავაგრძელოთ. ჯიბეებიდან ყველაფერი ამოიღეთ და ქურთუკი მომეცით. ეს წინასწარი დაკავების საკნებია, გირჩევთ გზა კარგად დაიმახსოვროთ. დაჯექით. ჯერ კისრის მასაჟების გაკეთება საჭირო არ არის, დაპატიმრებული არ ხართ. მადამ, ამას სპეციალურად არ ვაკეთებ თქვენს გასაღიზიანებლად. უბრალოდ ძალიან ტკივა. შეხედეთ. ზოგჯერ საერთოდ ვერ ვამოძრავებ როგორც ახლა. ამიტომ მინდა აღიარება. მკვლელობის აღიარება გინდათ, რადგან ხელები გტკივათ? არა მხოლოდ. თავიდან ხომ მხოლოდ ხელის მტევნები მტკიოდა. ეს მკვლელობის მეორე დღეს დამეწყო, მაგრამ შემდეგ გავრცელება დაიწყო. თელ ხელზე გავრცელდა. მეჩვენებოდა, რომ ძვლები მტყდებოდა. შემდეგ იდაყვები ამტკივდა. ხელში ვეღარაფერს ვიღებდი, შემდეგ კი ხრები ამტკივდა. ისე რომ სამსახურის დატოვება მომიწია.
ივლისში კი როცა ჩემი შვილი საზაფხულო ბანაკში წავიდა, მე ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში წავედი. უფასო ცენტრია. აქ ძალიან კარგად იქნებით, ტელევიზორიც კი გაქვთ. დაპატიმრებული ვარ? არა, შეგიძლიათ წახვიდეთ, როცა მოისურვებთ. აქ ყველგან ასეა. თქვენი უსაფრთხოებისთვის, რათა ვინმე უცხო არ შემოვიდეს. წამოდით. არანაირი პათოლოგია არა აქვს, უბრალოდ ძალიან მოწყენილია. ძალიან კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. დაბრძანდით. გიყვარს ხატვა? მოდი გაჩვენებ, როგორ შეიძლება ქვიშით ლამაზი ნახატების შექმნა. უამრავი სასაუბრო სეანსი გქონდა. დამამშვიდებლები დაძაბულობას მცირედით მიხსნიდნენ, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ, განსაკუთრებით ღამით, ცუდად ვიყავი. ვერ მოძრაობდი. ახლაც კი ვერ ვიძინებ. თვალებს ვერ ვხუჭავ, თითქოს კომაში ვარ. 30 წვეთი ტერალინის მიღების შემდეგ. ეს ვინ გადაიღო? ჩემმა შვილმა. ეს ნორმალური ქცევა არ არის. საკუთარი დედის ღამით გადაღება. უცნაურია. ასეთი ჰობი აქვს. სედრიკ? დედა დაბრუნდა. სედრიკ? ჯიმის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა და ბუფეტში მისი ზუსტად 3 ფოტო იდო. ხვდებით მაინც რა გელით, მადამ? დიახ. თქვენს ქმარს ხელი კარით და ის გადავარდა, ხომ ასეა? ალბათ გაკვირვებისთვის დრო ჰქონდა. ბუნების კანონის თანახმად, რომლის თანახმადაც ნებისმიერი სხეული მიზიდულობის ძალის გამო მიწისკენ ვარდება, მან ვარდნა დაიწყო. მერვე სართული, მე-7 სართული და ამის გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო. უსასრულოდ შეგეძლოთ გეყვირათ აივნიდან მაპატიე, არ მინდოდა საყვარელო, დაბრუნდი, მაგრამ ეს ვერ დაგეხმარებოდათ. ვარდნისას შეჩერება შეუძლებელია, ასე რომ კიდევ ერთხელ გკითხავთ. ნამდვილად ხვდებით რა გელით მას შემდეგ? ციხეში დიდი ხნით მოგიწევთ წასვლა. ბეჭდვას თუ დავიწყებ საქმეს თუ აღვძრავ, უკან დასახევი გზა აღარ გექნებათ. აცნობიერებთ ამას? დიახ. და თქვენი შვილი? მასრაელის. მამა ფანჯრიდან გადავარდა, დედა ციხეშია. გაიგეთ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მის სანაცვლოდაც იღებთ. ამაზე იფიქრეთ? დიახ. ნახვამდის, ლეიტენანტო, ნახვამდის. წადით. დაუჯერებელია. ქმარში ძალიან არ გაგიმართლათ და ერთ დღესაც ხელი კარით. რა თქმა უნდა, შურისძიების გამო თვითგასამართლების მოწყობა არ შეიძლება, მაგრამ თვითმხილველები არ არსებობენ, პოლიციამ დაგიჯერათ. ჯანდაბა. ეს ხომ იდეალური დანაშაულია, არ ნახული. ახლა კი წადით. წადით.
მიდი დაარტყი. მიდი. შესანიშნავია. აი ასე. განაგრძე. რას აკეთებთ? ხვდებით მაინც ვის ურტყამთ? მე ვარ. მორჩა. ყველაფერი დასრულდა. მორჩა. პოლიციელი ვარ. მე ვარ. ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი რიგზია, ლეიტენანტო. ჟილევო წადი. წადი მეთქი. კარგად ხართ? აქ არ უნდა მოსულიყავით. მადამ, მეტს ვეღარ მოვითმენდი. თავი ამტკივდა. არა. ყველაფერს თავიდან არ დავიწყებთ. ხომ გითხარით სახლში წადით? ჯანდაბა. პოსტალიონად მუშაობა მოგწონთ? კი. ადამიანებს ხვდები. კოლეგებს, კლიენტებს. მეც მყავს კოლეგები და კლიენტები, მაგრამ ჩემი სამუშაო მათ გამო არ მიყვარს. იქნებ მეც პოსტალიონი უნდა გამხდარიყავი. რა სიტყვით? რატომ მოგწონთ? მაგალითად, ბებია გარდია. ნიჭი ჰქონდა. ტკივილის შემსუბუქება შეეძლო. სანამ ცენტრში ვმკურნალობდი, წერილების მიღებაზე უარს აცხადებდა. ხოლო როცა დავბრუნდი, სამუშაო საკმაოდ ბევრი მქონდა. გარეუბნებში ადამიანები სახლებში მიშვებდნენ. ბევრ სპეციალურად ყუთიც არ ჰქონდა, რათა არ ვტრაბახობ, მაგრამ ჩემთან შეხვედრა უნდოდათ. ასე რომ, ყველას ვეხმარებოდი, როგორც შემეძლო. მაგალითად, საჭმლის მიწოდების პრობლემა თუ ჰქონდათ, მე მიმქონდა. ყველაფერი მზად არის. პროდუქტები მაცივარშია. დიდი მადლობა. რამდენი უნდა მოგცეთ? 35 ევრო. 35 ევრო. ვერ ხედავ. თვითონ აიღე. ამ ევროებში ვერ ყვევი. ავიღე 20, 10, ჯამში 30. და კიდევ 5 ევრო. საფულის ჯიბეში გიდებთ. კარგი. შეხვედრამდე. ხელფასის დაგვიანებისას მოხუც ფულს პარავდი. ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ მასთან აღარ წავიდოდი, რათა ეს ისევ არ გამეკეთებინა.
91 წლისაა და მხოლოდ ველოსიპედი აქვს. პროდუქტების საყიდლად ველოსიპედით სიარულის უფლებას ვერ მივცემდი. ხო, პედლების ტრიალის გახსენება მოუწევს. თუ ციხეში წახვალთ, არ მჯერა რომ ეს ყველაფერი მართლა გაინტერესებდათ. ასე რომ იყოს ციხეში წასვლას, ამ საქმიანობის გაგრძელებას არჩევდით. თქვენ რა, არ გჯერათ ჩემი? აი, წერილი ოჯახისგან, რომელიც სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ძალიან გულწრფელი წერილია, ამიტომაც შევინახე, მომისმინეთ. მეგობრობის პატივსაცემად. ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ, ქალაქ ფორმარდიკში, ვითელი მანქანა გამოჩნდა. საჭესთან ერთი მეგობრული და კეთილი ქალი იჯდა. ჩვენი შესანიშნავი პოსტალიონი, რომელიც ყველას გვიყვარდა. მას მოუთმენლად ველოდით, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, რადგან პოსტასთან ერთად მას სახლში სიხარული მოჰქონდა, ის ჩვენთან ერთად იზიარებდა ჩვენს პრობლემებს. მადლობა ჩვენს პოსტალიონს და ოჯახის წევრების ხელმოწერები. თავად ნახეთ. ჩემი აზრით დანაშაულია, როცა ადამიანს მსგავს წერილებს უგზავნიან და ის წყვეტს ამის კეთებას. ხომ ხედავთ ეს საქმე რა კარგად გამოგდით? და ბებია გარდია? ის როგორ იქნება თქვენს გარეშე? ამაზე არც კი გიფიქრიათ. გარდაიცვალა. იცით, გარდაცვალების შემდეგაც უგზავნიან ადამიანებს პოსტას და მას უკან აგზავნიან. ამის გამო ბევრჯერ მიტირია. მაპატიეთ, მადამ. სასაცილოდ ვიქცევი, ახლა ალბათ უკანასკნელი დიოდად მთვლით, სულაც არა. მეც მქონია სამსახურში სიკვდილთან შეხებათან არაერთხელ. ანალოგიურად სიკვდილის მთავარი პრობლემა სუნია. თუ გარდაცვლილი 4-5 დღისაა, მაშინ არა უშავს, მაგრამ 10-11 დღის შემდეგ ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ნიღაბია საჭირო. ერთხელ გვერდით პოლიციელები მომყვებოდნენ და შემოსვლაც კი ვერ შეძლეს სუნის გამო. მაგრამ მე მაინც შევედი. ბიჭი დივანზე იჯდა მხოლოდ საცვლის ამარა. პირველადი დათვალიერებისას აფრო-ამერიკელი მივუთითე, მაგრამ შემდეგ პასპორტი ვიპოვნე და გამიკვირდა. თეთრკანიანი აღმოჩნდა. ასე შეიცვალა. მისმა კანმა ფერი იცვალა. თითქმის შავი გახდა. იცით, როცა მსგავსი რაღაცების გადატანა გიწევს, ეს თავში იბეჭდება. და აღარაფრის კეთების სურვილი აღარ გაქვს. შემდეგ გავიწყდება. თქვენს შემთხვევაშიც ასე იქნება. გაგივლით ეს გრძნობა. არა მგონია. ხვდებით, როგორი იქნებით, როცა ციხიდან გამოხვალთ. საუკეთესო შემთხვევაში 8 წელს მოგისჯიან, მაგრამ რთული პროკურორი თუ შეგხვდებათ, რომელსაც თქვენი პოლიციაში მოსვლა დაგვიანებულად მოეჩვენება, მაქსიმალურ სასჯელს მიიღებთ 20 წლით თავისუფლების აღკვეთას. დიახ, მკვლელობის გამო. ხვდებით ამას? და მოგვიანებით რომ აღიაროთ? დაისჯებით, მაგრამ ახლა უფლება გექნებათ ნორმალურად იცხოვროთ. ასეც მოვიქცევით. ნუ იჩქარებთ. კარგად დაფიქრდით. მოითმინეთ. მაგრამ ადამ მე დამნაშავე ვარ. მორჩით ხმამაღალი სიტყვების გამოყენებას დამნაშავე? ორშაბათს შემწვარი ბავშვი ვნახე, საკუთარმა დედამ გაუკეთა. ექსპერტებს ცხედრის ასაღებად ჯოხის გამოყენება მოუწიათ. ბევრი რამ მინახავს. 4 შაბათს 4 წლის გოგონას დედამ და მამინაცვალმა ალკოჰოლი დაალევინეს, შემდეგ კი ფეხბურთის ბურთად გამოიყენეს. დერეფნის სხვადასხვა ბოლოში იდგნენ და ბავშვით გოლის გატანას ცდილობდნენ. მხოლოდ გაკვეთის შემდეგ გავიგეთ, რომ გოგონას ვისკი ჰქონდა მიღებული. ასე რომ ამ ბავშვების ისტორიების ცოდნისა და თქვენი ისტორიის მოსმენის შემდეგ ვიტყოდი, რომ თქვენს შორის დიდი განსხვავებაა. მასზე საჩივარი მაინც გააქვთ დაწერილი. ჩანაწერი არსებობს?
Est-ce qu'il y a des traces? აბაზანაში ისევ შუქიენთა. რამდენჯერ გითხრა, გამოსვლის შემდეგ ჩააქრე მეთქი. ვერ იმახსოვრებ? ეკონომიის გაკეთება არ შეგიძლია? თავი პრინცესა გგონია? სედრიკ, წამოდი საყვარელო. ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მეტყვით? მე ვნანობ, გადაწყვეტილება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა ქმარმა ასე გამოდის, შეუძლებელია ცემის ყოველ ჯერზე მოთმენა. ეს ყველაფერი გროვდება და ერთ დღეს თავს იჩენს. არავინ ამბობს, რომ უნდა მოითმინოთ. მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ხელში დანა უნდა აიღოთ. იცით, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ციხეში, ვისაც არავის მოკლის სურვილი ჰქონდა და უეცრად ხელში დანა აღმოაჩნდა. შედეგად ვიღაც აუცილებლად იღუპება. მსგავს შემთხვევებში რეაქცია გადამეტებულია. ხვდებით, რას ვგულისხმობ, მადამ. ამჯერად საქმეს დავხურავ, მაგრამ ჩანაწერი დარჩება. მომისმინეთ. და ეს საიდუმლოებები მიწაში დალპეს. თქვენ ხომ არ აგიყვანიათ ის ამ მაცივარზე? იქ რომ არასულიყო, საერთოდ არ ჩამოვარდებოდა. მომისმინეთ, ადრე ამ საიდუმლოსთან გამკლავება მარტოს გიწევდათ. ახლა უკვე ორნი ვართ. სახლში დაბრუნდით. თქვენ ვერ ხვდებით. აქ ჩემოდნით, ისე მოხვედით თითქოს დასასვენებლად აპირებდეთ წასვლას. რა კიდევთ შიგნით? საღამური, დათუნია, ქვიშა. ქვიშა? პოლიციის განყოფილებაში ქვიშით სავსე ჩემოდნით მოხვედით? არ გეგონოს, რომ ძალიან მომენატრე. არ გეგონოს. როცა სხვა პოსტალიონი მოვიდა, ვუთხარი წადი მეთქი. სხვისგან პოსტას არასოდეს მივიღებ, მხოლოდ შენგან. მეც მომენატრე თქვენზე ბევრს ფიქრობდი. შეხედეთ? ეს ჩემთვის? ლამაზია რა არის? ეს თქვენი პერლეტია, ქვიშისგან. ეს კატაა? არ გავს? არა, აი ასე. ო, რა თქმა უნდა. ახლა ვიცანი ჩემი პერლეტი. და სხვადასხვა ფერის ქვიშა საიდან გაქვს? ყველგან იყიდება. იმ ადამიანების გაცნობა მინდა, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობს. ბუნებრივი ქვიშის გამოყენებას შევძლებდი. საოცარია, ეს არის ბუნებრივი ქვიშა, ხედავთ? ის სიუვილიდანაა. ეს პურბაიდან. ფერი ერთი და იგივე აქვს, თუმცა სიუვილის უფრო წვრილია. ფერების გამო უკვე მზაფერებში მიწევს ყიდვა. იცით, კატის დახატვა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ბეწვის გამო. ქვიშით ბეწვის წარმოსახვა რთულია. უფრო წვრილი ქვიშის ყიდვაზე ვფიქრობდი, რათა მცირე კონტურები გამეკეთებინა. მაგრამ მაინც არ გამოვიდა. თუ რამეს მოიფიქრებთ, შემატყობინეთ. რა შეგატყობინოთ? როგორ დავამზადო ქვიშისგან კატის ბეწვი? თქვენ რა დამცინით? ისედაც დამღალეთ და ახლა ქვიშისგან კატის ბეწვის გაკეთების გზის პოვნასაც მთხოვთ? მაინც ვერ მოვახერხებ თქვენი მანკიერების გაგებას. რელიგია რამე კავშირშია? არა. ღმერთის არსებობის გჯერათ? მჯერა, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ის ჩვენს დაცვას აგრძელებს.
მართლა? თქვენთვის ეს ალბათ სასაცილოა, სულაც არა. მჯერა რომ სადღაც შორიდან დედა მეხმარება. ყველგან ნიშნებს ვხედავ. ზოგჯერ ღამის პეპელა მოდის ჩემთან. დღის შუქზე. ხვდებით? ის ფაქტიც, რომ ახლა თქვენთან ვსაუბრობ და არა რომელიმე თქვენს კოლეგასთან, მისი დახმარების შედეგია. ეს ზუსტად ვიცი. დარწმუნებული ვარ. თქვენ შანსი ხართ, რომელსაც დედამ აძლევს. მართლა გჯერათ, რომ ციხეში ამ ქილების წაღებას შეძლებთ? კარგი. ძალიან სამწუხაროა. თქვენ არ იცით რა არის ციხე. რა თქმა უნდა ვიცი. ფსიქიატრიულ ცენტრში ყოფნისას გისოსებს მივეჩვიე. ერთხელ კი ჟანდარმერიაშიც ვიყავი და საკნების დათვალიერება ვითხოვე. ჟანდარმერიაში იყავით? სოფელში? სადაც იატაკზე მიმოყრილი ჩალა იყო? ახალმოჭრილი ბალახის სუნი, მადამ. აქ ჩვენ ნამდვილი საკნები გვაქვს. წამოდით, გაჩვენებთ. წამოდით. აქ ორი განყოფილება გვაქვს, ერთი კაცებისთვის, ერთი ქალებისთვის. ორივე მათგანში სასიამოვნო არაფერია. შეხედეთ, აქ ყველაზე დაუმორჩილებლები გვყანან. ცოტა ხნის წინ 8 ადამიანი მოიყვანეს. კედლებს თავს ურტყამენ და შემდეგ საჩივარს წერენ. ვინმეს დაპატიმრებისას თქვენ მასზე პასუხისმგებლობას იღებთ. მათ თუ რამე დაემართებათ, პასუხისგება თქვენ მოგიწევთ. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აი რა მოვიფიქრეთ. თქვენთვისაც გვეყოფა. ამის უფლება გააქვთ? რას ამბობთ, მადამ, ეს ხომ ციხეა? გამუდმებით კომპრომისების სიებაში ვართ. არსებობს კანონი და არსებობს აუცილებლობა. ჭრიჭინებს გვანან. დიახ, მადამ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ციხე ცხოვრება არ არის. ცხოვრება გარეთ არის და არა აქ. დაფიქრდით. ამაზე წლებია ვფიქრობ. კიდე ვიფიქრეთ. სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ, დალიეთ. 10 საათია. ვერტიკოს ბარიღია იქნება. შემიცრულეთ თხოვნა. კიდევ 1 საათი იფიქრეთ. აზრს თუ არ შეიცვლით, დაბრუნდით. თუ შეიცვლით, არ დაბრუნდეთ. ზურგი ქვასავით გაქვთ. კარგი, დამშვიდით. თქვენი სახელი და მისამართი არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. თქვენ არაფერი მოგივათ. აი, გამომართვით და ბარში წადით. არა, ვერ მივიღებ, ის თქვენ გაჩუქეს. უკმაყოფილო დარჩება. ქმრის საჩუქარია? გამომართვით, გთხოვთ, მიდით. არა, ეწყინება თუ გაიგებს. განქორწინების შემდეგ სულ ბედნიერია. ამაზე ნოიღელვებთ, გამომართვით. წამოდით. მიდით. სიარულის დროს ქვევით იყურე. ყურადღების მიფყრობა გინდა? აქ რა დაგვიწყებია? აქ რა საკეთებ მეთქი? აქ რა საკეთებ? It's a beautiful song to make you feel better. All I need is to find the right words to see you smile again. To give, get, given, to grow, grew,
რატომ წვალობ? ინგლისური მაინც არიცი. გულს მირევ. გაეთრიე. არ გინდა სედრიკ ასე ნუ მელაპარაკები, დახმარებას ვცდილობ. გაეთრიე მეთქი. დროზე. მადამ, არ წავალ. გმადლობ ჟილებო. გნებავთ? არა მადლობა. მადამ კომპიუტერი ჩართეთ, რადგან ხვალ ზედმეტად გვიანი იქნება. რატომ? დღეს ჯიმის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ხვალ ხანდაზმულობის ვადა იწურება, ვეღარ დამაპატიმრებენ. ესე იგი რამდენიმე საათი დაგვრჩა. ხანდაზმულობის ვადის შესახებ საიდან იცით? ერთმა პოლიციელმა მიამბო, რომელმაც საკნები დამათვალიერებინა. მიდით დამაპატიმრეთ? არა, მადამ. ნუ ჩქარობთ. თქვენამდე რიგში სხვები არიან, მოცდა მოგიწევთ. 150 დაუსრულებელი საქმე მაქვს. ჯერ მათ უნდა გადავხედო. აი თქვენ პოსტის თანამშრომელი ხართ. როცა მე მოვდივარ პოსტაში ამანათის ასაღებად 2 საათი მიწევს ლოდინი, თქვენ 10 წელი მოანდომეთ ჩვენთან მოსვლას. ცოტაც კიდევ მოითმინეთ. ხომ იცით რომ არ შემიძლია. მოგიწევთ სოფელში კი არ ვარ, სადაც პოლიციელებს პოსტალიონებთან საუბრის გარდა სხვა საქმე არ აქვთ. ბევრი სამუშაო მაქვს. ეს გამოძიებაა. ოფიციალური პროცედურების ზუსტი თანმიმდევრობა, მაგალითად, როცა ვინმეს აპატიმრებთ. დაპატიმრების პროტოკოლი უნდა შეადგინოთ. ანუ აღწეროთ, როგორ დააპატიმრეთ, რა გარემოებებში. მადამ, რის საფუძველზე დროის გაყვანა საჭირო არ არის, დამაპატიმრეთ. ახლავე. თავი მომაბეზრეთ. არ ვაპირებ. კომპიუტერი ჩართეთ. ყველაფერს თავის წესი აქვს. ხომ იცით თანამშრომლები არ გყოფნის? მოითმინეთ. არა. საერთოდ არ მინდა თქვენი დაპატიმრება. თქვენს მაგივრად დესნონს დავაპატიმრებდი სიამოვნებით. მართლა? და რა ჩაიდინა ამ ადამიანმა ისეთი, რომ თქვენს მიერ დაპატიმრების პატივი ერგო. დესნოსი პოეტი იყო და მას წერა შეეძლო. ძალიან პოეტურად. მაგრამ ამავე დროს ძალიან იდიოტურ საბავშვო ლექსებს წერდა. ზოგიერთი საკმაოდ ცნობილია, მაგალითად ფრინველები, მზად არიან თავიანთი შვილები, მუხლებზე დაისვან. დაასწავლონ, როგორ შეიძლება ასოების სწორად წაკითხვა. ეს დესნოსმა დაწერა, დიახ? ვიცი დესნოსი. სედრიკის პირველი თუ მეორე კლასის წიგნში იყო. ორჯერ. არ უნდოდა მისი სწავლა. როგორ იყო? მუხლებზე ისვამენ და ეფერებიან. მათი თვალები ნებისმიერ ქვაზე ძვირფასია. მათი ნისკარტი რკინასავით მტკიცეა. საინტერესოა, რომ დესნოსი იცით. და აი სიამოვნებით დავაკავებდი დესნოს. უბრალოდ იმის გასაგებად, თუ ასეთი იდეა თავში როგორ მოუვიდა. როგორ შეიძლება ბუმ შვილი მუხლებზე დაისვას? ბუებს მუხლები არ აქვთ. გიჟი უნდა იყო ბუების მუხლები, რომ წარმოიდგინო. გონიათ, რომ მომატყუებთ? სულელი გონი ვართ? დროის მოგებას ცდილობთ, მაგრამ მეც ყველაფერს ხვდები. თქვენზე უკეთ. ეს რთული არ არის. საკმარისია. ვის ელაპარაკებით? გგონიათ, რომ ასე მარტივად შეიძლება პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება? პოლიციელი თუ ხართ, ჩემი განცხადება მიიღეთ. სულ შეიშალეთ. ისეთი ცოდვილი ვარ, დიახ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველ განყოფილებაში ყველაფერი აღიაროთ. დიახ. უცოდველი არავინაა. აი, ყვავილები, რომლებიც მოგეცით. მოვიპარე.
დიახ, მოვიპარე. ამაზე რა სიტყვით? აგიხსნით. ნორ-პა-დე-კალეს რაიონში ვცხოვრობ, სადაც ყველაზე მაღალი გადასახადებია და ეს ძალიან მაბრაზებს. დანაკარგს ყვავილებით ვინასხაურებ. ავტობუსის გაჩერებაზე ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მაღაზიაა, საოცრად ლამაზი ყვავილები იყიდება. მაგრამ ყვავილების მოპარვასა და ქმრის ფანჯრიდან გადაგდებას შორის განსხვავება ხომ არსებობს? არა, მოიცადეთ, ეს ყველაფერი არ არის, მოითმინეთ. იცით, მადამ? ზოგჯერ სიმართლის თქმა სუფთა წყლის იდიოტიზმია. პოლიციის შესარჩევი ტესტირება მესამედ მქონდა ჩაბარებული. მეორე დღეს შედეგები უნდა გამოქვეყნებულიყო და აღნიშვნა წინასწარ დავიწყეთ. როგორ ფიქრობთ, ჩვენს გარდა ვინ იყო იქ? ჩვენ ხომ ლიზიოში ვიყავით? მონაზვნები, მღვდლები, პილიგრიმები. ყველანი მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ. უეცრად კი ვესტერნი დაიწყო. ორი ბიჭი ერთმანეთს ცემდა და ტროტუარზე გორავდა. იმ გიგანტებმა ჩემი მეგობრის ცემა დაიწყეს. და იმ მომენტში, მადამ, არ ვიცი რა მომივიდა. მეგონა რომ ადამიანი მოვკალი. პოლიციის ტესტირების შედეგების გამოცხადების წინა დღეს ადამიანი მოვკალი. ადამიანი მოკალით, დიახ, ეს მარტო თქვენ არ გაგიკეთებიათ. მაშინ დანაშაული რომ მეღიარებინა, ახლა თქვენ ვერავინ გადაგარჩენდათ. კარგი საქმის გასაკეთებლად ზოგჯერ ცუდის გაკეთება გვიწევს. არა, ეს ერთი და იგივე არ არის. თქვენ სხვა ადამიანს იცავდით, ეს თავდაცვა იყო. როგორც თქვენ შემთხვევაში. მაგრამ მოითმინეთ, ეს ყველაფერი არ არის. 5 წლის წინ მუსიკოსების უბანში გამოძიებას ვაწარმოებდი და კონსიერჟთან რომანი გავაბი. რომანი? ანუ დიახ. ფიქრობთ, ქმარს იმიტომ დავშორდი, რომ ცუდად ვამზადებდი? ძლიერი კაცი იყო. 6-ისკენ, 7-ის ნახევრისკენ მასთან მივდიოდი. ვსვამდი, ვჭამდი და არაფერს იტყვი? რა უნდა ვთქვა? არ ვიცი, არასდროს ვლაპარაკობთ. ზოგჯერ ფიქრობ, რომ მხოლოდ არც ვმალავ, რომ აქ ძირითადად ამის გამო ვარ. არაფერს მეკითხები. არ მინდა თავი მოგაბეზრო. საიდან ხარ? ლინგორტიდან, აღმოსავლეთითაა. შენ? არც ისე შორიდან, ლიზიოდან. ლიზიო? ჯანდაბა, არ გამახსენო ეგ წეული ქალაქი. ერთხელ ვიყავი და ვიღაცამ თავში ფეხი ჩამარტყა. 15 დღე კომაში გავატარე. ახლა კი მინდა კითხვა დაგისვათ. ღირდა თუ არა თქვენი მეთოდის გამოყენებით მეთქვა მისთვის, რომ გაიცინებ, მაგრამ ის ვინც დაგარტყა სინამდვილეში გოგონა იყო და ის გოგონა მე ვარ. მიპასუხეთ. ამის აღიარება სრული სისულელე იქნებოდა? კი თუ არა? მიპასუხეთ. გაეცით პოლიციელს პასუხი. მე თქვენ არ გავართ. ვერ ხვდები პოლიციაში საერთოდ როგორ აღმოჩნდით. თქვენ არაფერს ძემთ პატივს. ქმარს ღალატობთ, მაღაზიიდან ყვავილებს იპარავთ. საერთოდ გჯერათ რაიმესი? რამის მაინც გჯერათ? ღმერთო ჩემო. ეს რა არის? მის მოდა. ამინს წინასწარმეტყველებს. თუ ვარდისფერია, კარგი ამინდი იქნება. ხვალ საშინელი ამინდი იქნება. ლოცულობთ? დიახ. განსაკუთრებით დაპატიმრების წინ თუ ვიცი, რომ ვიღაც სახიფათოს დასაპატიმრებლად მივდივართ. ავე მარიას ვკითხულობ და ლოცვის დასრულების შემდეგ ვამბობ, შეგვიძლია წავიდეთ, პრობლემები არ გვექნება. ილოცებთ და ყველაფერი წარმატებით ჩაივლის? დიახ. მითხარით როგორ ვილოცო? არ იცით? რელიგიური განათლება არ მიმიღია. დედა მორწმუნე იყო, მამა კი არა, ასე რომ არა.
ღვთისმშობელო ქალწულო. ღვთისმშობელო ქალწულო. გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ. გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ. შემდეგ უფალი შენთანა. უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ჯანდაბა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. უფროს ხვისი ლოცვების მოსმენას ვარ მიჩვეული. კურთხეულ ხარ შენ და კურთხეულარს ნაყოფი მუცლისა შენისა. და კურთხეულარს ნაყოფი მუცლისა შენისა. წმინდა მარია მილოცე ჩვენთვის. ბოლოს ამის ვამბობ. შემდეგ კი ვგრძნობ თითქოს ჯავშან ჟილეტი მაცვია. დამაპატიმრეთ, მადამ, გთხოვთ. არა, მადამ, ასე არ ხდება. გგონიათ ლოცვას წაიკითხავთ და ყველა სურვილი აგისრულდებათ? არა, დრო უნდა გავიდეს. სულ უნდა გწამდეთ. ნიშნები უნდა აღიქვათ. ერთხელ ერთი ბიჭი უნდა დამეკავებინა. არ ვიცოდი ვინ იყო. დილით მივედი. საქაღალდე ავიღე, შეიძლება არც იყო ჩემი საქმეების კრებული. მხოლოდ მისამართი მქონდა. მადმუაზელ ჟოფრუასთან ერთად ცხოვრობდა. წავედით. რატომ? წავედით და მორჩა. საქმეს მაშბობს გადავცემ, წავედით. ხომ ვერ ვეტყოდი, რომ კარის ნომერი 3-6-იანი იყო. 6-6-6. ეს ეშმაკის ნიშანია, 666. დავფიქრდი, ღვთისმშობელი მარიამისთვის ვლოცულობდი და ეშმაკის რიცხვს გადავაწყდი. ეს ნიშანია. ღვთისმშობელმა ნიშანი მომცა. და გადავწყვიტი, არ შევსულიყავი. მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, მადამ. დაბრუნების შემდეგ შევამოწმე, ვინ უნდა და მეპატიმრებინა. უბრალოდ გადავხედე დეტალების გარეშე. საქაღალდე გადავშალე და იცით რა ერქვა იმ ბიჭს? პაპი. როგორც რომის პაპი. როგორც რომის პაპი. ღვთისმშობელს არ უნდოდა რომ პაპი დამეკავებინა. და დარწმუნებული ვარ, არც ის უნდა რომ თქვენ დაგაპატიმროთ. თუმცა საჭიროა. ბეჭედს უყურებთ? არა? უყურებდით, დავინახე. ეს ერთ-ერთი დიუნკერკელი დილერის კბილია. დაკავების დროს თავს დამესხა და კბენას ცდილობდა. სურავანდი ჰქონდა. განყოფილებაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეამჩნია, რომ ნიკაპში კბილი მქონდა. ნაიარევი დამრჩა. მისგან ბეჭედი დავამზადე. მადამ საათზე ნაკლები დარჩა. დროის ტყუილად დაკარგვა არ ღირს. დალევთ? დამშვიდდით, წმინდა წყალი არ არის. რეცეპტეს დამნაშავეების დაკითხვის დროს ვიგებ. რისგან ამზადებ? ამფეტამინი, დამამშვიდებლები და კოკაინი? იქნებ კიდევ უმატებ რამეს. სტეროიდები? აბები? რა ქვია ამ ნაზავს? მიწისძვრა? ამის გარეშე პოლიციაში მუშაობის ატანა შეუძლებელია. როცა ყველაფერი მშვიდად ამძინავს, მაგრამ თუ რამე ხდება, ვერ ვუძლებ. მორჩა. საკმარისია. დამაპატიმრეთ. და აი, 2 წუთის შემდეგ უკვე თავი მისკდება. წყეული მიგრენი.
არ დამისრულებია. არსად წახვიდეთ. ყველაფერი რიქსია, ლეიტენანტო. ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ჟილევო. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ. უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ. უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. დამაპატიმროს, დამნაშავედ მცნონ, რადგან მე მსხვერპლი ვიყავი. დამაპატიმრონ. დამნაშავედ მცნონ, რადგან მე მსხვერპლი ვიყავი. დამაპატიმრონ. კარგად ხართ, ლეიტენანტო. ლეიტენანტო. დამაპატიმრეთ. ჯანდაბა. არ მეძინა. ვლოცულობდი. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც მითხარით.
ვთხოვე რომ დამაპატიმროთ და სედრიკი ჩემზე გაბრაზებული აღარ იყოს. გაბრაზებულია? მამამის გავს. სედრიკ, მოდი ვჭამოთ. ფოტო ბუფეტიდან. ჯიმის ფოტო, ყველგან ის იყო. ბოლო დროს ეს წამებად იქცა. მათ ჩემს ქვიშის ქილებში მალავდა. მათ საცვლებში უპოულობდი. ბოლოს ხელს აღარაფერს ვახლებდი, რადგან მეშინოდა, რომ იმ ადამიანის ფოტოს ვნახავდი, ვინც მოვკალი. და 2 დღის წინ ჩემი მორიგეობიდან დავბრუნდი. ზოგჯერ ოფიციანტად მუშაობ. კლიენტები ფურშეტებზე მპატიჟებენ, ბანკეტებზე, ქორწილებში. სედ? მე ვარ დავბრუნდი. სედ? რთულია იმის გაცნობიერება, რომ ცუდი დედა ხარ. ვეღარ გავუძელი. იმავე საღამოს განყოფილებაში მოვედი. მაგრამ მაშინ ვერაფერი ვთქვი და დღეს დავბრუნდი. საფოსტო ყუთებთან გავლისას კი ვიფიქრე, ნეტავ ჩემს ამანათებს რა მოუვა. პოლიციის სკოლაში ასწავლიან, რომ სინამდვილეში არანაირი დანაშაული არ არსებობს. რომ ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს თვითმკვლელობისკენ. ახლა კი საკუთარი შვილი გიბიძგებთ თვითმკვლელობისკენ, რომელიც თავადაც მოკვდება. არ დაგაპატიმრებთ. რაღაც გაქვთ. დაისვარეთ. დაგეხმარებით. აი ასე. ასე უკეთესია. აი რას ვამბობდი. შეშლილი ნაბიჯვარი. არა. ასე დაყრა არ შეიძლება, მოითმინეთ. ახლავე შევაგროვებ. არა, არ გაინძრეთ. ხედავთ? სოფლის პოლიციაში შეიძლება რაღაცების სწავლა. კარგი, მადამ. კომპიუტერი ჩართეთ და კოდი შეიყვანეთ. ნუ იზამთ ამას. თქვენივე კეთილდღეობისთვის გირჩევთ პოლიციელს, თუ მოკლავთ თქვენი ცხოვრება დასრულდება, პაროლი შეიყვანეთ. აი ასე. ამას არ ელოდით, არა? სულელი პოსტალიონი, რომელსაც ყველა ამცირებს, დამიჯერებს, სიტყვასაც არ იტყვის, სულაც არა. ჩემს სიტყვას არავინ ითვალისწინებდა და ახლა ყველაფერი პირიქით იქნება. მიდით, ფაილი გახსენით, რომელსაც ავსებდით. არა, მადამ.
მე სროლეთ ან გაიქეცით. რა? არ შევავსებ. მართლა? მიდით. რა? არა. არა. ასეთ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. დაწერეთ. რატომ არ წერთ? ვიცი, რადგან ჩემი გადარჩენა გინდათ. გინდათ რომ თქვენს ქმარზე იძიოთ შური, რადგან გცემდათ. დიახ, ზუსტად ასეა. ეს საიდან მოიტანეთ? ფსიქიატრიულ კლინიკაში ფსიქიატრების ხერხები გასწავლეს? თუ საიდან დაასკვენით? რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? თქვენი ყვავილების გამო. ჩემი აზრით ისინი ქმარმა გაჩუქათ პატიების სათხოვნელად. თავიდან ჯიმიც ასე იქცეოდა, ზუსტად ასე. თვლით რომ ადამიანს ამის გამო შეიძლება უთანაგრძნოთ. ყვირილი შეურაცხყოფა, უტიფრობა აჩვენო. აჩვენო როგორ გაღიზიანებს მისი სიტყვები, კარის გაჯახუნება, შორს წასვლა, დაბრუნება. ისევ კარის მოჯახუნება, სახეზე ხელების აფარება, საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა. მას პასუხის გაცემის საშუალება უნდა მისცეთ, მაგრამ გიპასუხებს თუ არა. შენ დედას ცემ, შენ ბოროტი ხარ. არაფერია საყვარელო, დამშვიდდი. მოდი ჩემთან. მოდი დედასთან. ჩემი სახელი შეიყვანეთ ჩემი სახელი კომპიუტერში, თორემ გესვრით, გეფიცებით. მაინც ციხეში მოვხვდები. იცით ცხოვრებაში რამდენი ჯიმისნაირი მინახავს? შეიყვანეთ ჩემი სახელი კომპიუტერში. არასოდეს. შეიყვანეთ ჩემი სახელი. არა. რატომ აკეთებთ ამას? რატომ? ასე არ შეიძლება. არ შეიძლება. ამ კომპიუტერში უკვე ვეღარაფერ შევიყვან, მადამ. სხვების პაროლები არ ვიცი. იარაღი დააგდეთ. ახლავე. მიდით. დააგდეთ. დააგდეთ იარაღი, გთხოვთ. დააგდეთ. ძალიან ყურადღებიანი ხარ, ჟილევო. ხმაური მომესმა. რა ხდება? მან დაამდვრია? სკრაბლზე რა სიტყვით, ჟილევო? ვიცი რომ 2 ტ-ა საჭირო. ყველა პოლიციელი გაუნათლებელი არ არის, მაგრამ 2 ტ-ს მქონე კლავიატურა არ არსებობს. ჩვენ დაგეხმარებით ოთახში ფურცლების ჩამოხსნაში. ჟილევოც დაგვეხმარება, ხომ ასეა? კვირა დღეს მორჩებით, შემდეგ თქვენს შვილს დაველაპარაკები. არავის ვეტყვი, მაგრამ ნება მომეცით შეგცვალოთ. იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ ასე ვერ განაგრძობთ. ფიქრობთ, რომ დამღალეთ თქვენი კეთილშობილებით? კი თუ არა? მიპასუხეთ. თქვენ პოლიციას ელაპარაკებით. თითქმის 12 საათია. სხვა განყოფილებაში უნდა წავიდე. ახლავე სწრაფად, თორემ არ გაინძრეთ, თორემ გესვრით. გაქცევას ცდილობთ? კარს თუ გააღებთ, მოგკლავთ. ციხეში გინდათ? წახვალთ. მორჩა ჟილევო, შეგიძლია წახვიდე. მაგრამ ჟილევო, წადი, აღარ მჭირდები. წადი.
უკან გადით. კარს მოშორდით. უკან მეთქი. ციხეში გინდოდათ? გთხოვთ, მეორე საქმის კამერა არ მუშაობს. გასაგებია. სად შეიყვანეთ, მადამ? იმ გიჟებთან? კარგად, ჟილევო. და პროტოკოლი? დაკავების ბლანკი უნდა შევავსოთ. ჟურნალში მისი სახელიც კი არ ჩაგიწერიათ. ეს კანონდარღვევაა. რა ქვია? მე საიდან უნდა ვიცოდე? როგორ? 3 საათია თქვენს კაბინეტშია და მისი სახელი არ იცით? 12 ხდება ავტობუსზე დავაგვიანებ. მაგრამ მაშბობს რა უთხრა? როცა დილით დაბრუნდება? მარიამ, ასე როგორ შეიძლება? მიმიშვით, მეც მინდა. თავი დიდი ვინმე ნუგონია. მიმიშვით. კარგად ხართ? რვა საათია და საშინელი ამინდია მარიამის პროგნოზი გამართლდა. რატომ მოხვედით ლეიტენანტო? დღეს არ ისვენებთ? სამუშაოდ არ მოვსულ ვარ, ერთი ადამიანი უნდა წავიყვანო. არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ ჩემი იმედი არ გქონდეთ. მაშინ ის გააკეთე, რასაც გეტყვი, სანამ მაშბუფი მოსულა. არასწორი ვიყავი, მაპატიე. აბა, კმაყოფილი ხარ? აქ არის. დიდი მადლობა, ჟილევო. საშინელი სანახაობაა. წარმომიდგენია კომისარი და მისი მოადგილე რა სიტყვიან ამის შესახებ. ჟილევომ გაგათავისუფლეთ. კარგია. უკეთესია. თავად მოიმზადეთ, თორემ დილაობით ხელები მიკანკალებს. ლიქიორს არ გთავაზობთ. კანონის თანახმად განყოფილებაში ალკოჰოლის შენახვის უფლება არ გვაქვს. ადრე აქაურობა ბარს გავდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ეგრეთ წოდებული პოლიციური შეცდომების გამო. მცირე მიზეზი და მედია მაშინვე სკანდალს აწყობს. საბურავზე სროლისთვისაც კი ჯვარზე გვაკრავენ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს ვესროლეთ. მაშინვე დაგითხოვენ. სამაგიეროდ ახლა მთავარი პრინციპია ცნობილი. თუ დალიერ ჯობია არ ისროლო. ჯობს გზის გაგრძელების უფლება მისცე.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველა საკუთარი პრობლემა აქვს. მოვრჩეთ ჩემზე საუბარს, ღამემ როგორ ჩაიარა. ასეთია ციხის ცხოვრება. წარმოგიდგენიათ ეს 20 წლის განმავლობაში რომ გაგრძელდეს. კარგად დაფიქრდით, დიახ. შესანიშნავია, ციხეში მინდა. ძალიან არ მიმართლებს. ვარდისფერი ჯერ არ მინახავს. სასწაულები არ არსებობს. კარგი? ციხეში გინდათ? რატომ? ქმარი მოვკალი, ხელი ვკარი. მართლა? და როდის მოხდა ეს? 10 წლისა და 1 დღის წინ. 10 წლისა და 1 დღის წინ, მადამ, თქვენი დაპატიმრების უფლება არ მაქვს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად დანაშაული დასჯადია ჩადენიდან 10 წლის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში გამოძიება ან სასამართლო საქმე არ აღძრულა, მადამ, ასე როგორ შეიძლება დამცინით? ღამე ციხეში გავატარე, რაც ნიშნავს, რომ ეს არსად დაფიქსირებულა არც სახელი, არც თარიღი, ბლანკიც არ შემივსია. ჟილევოს სახე უნდა გენახათ. ეს როგორ შეიძლება? რა? თქვენ რა პოლიციელი ხართ? გამოდის რომ მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილია, ჩემი ქორწინება, ჩემი შვილი, ჩემი პატიმრობაც კი ფარსი იყო. ეს ისტორია უაზროდ დასრულდება. ვიცი, ეს სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. თავი ვინ გონიათ? ყველაფერი რიგზია, მადამ? დიახ, მისიე. დიდი მადლობა. თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ. ძალიან. მეგობრული, ვიცი. დიახ. შეგვიძლია გუშინდელი თარიღით გავაფორმოთ. კომპიუტერი გაფუჭდა. თქვენს ჩვენებას თუ ჩავიწერ, რა შემიშლის ხელს გუშინდელი თარიღის დაწერაში? Is a beautiful song to make you feel bad. All I need is to find the right words to see you smile again. თქვენი ჩვენება ხომ არ დაგრჩათ? არა, ჩანთაში მაქვს. საჭირო არ არის. სახელურს ჩაეჭიდეთ. მოსახვევში შეიძლება თავი ვერ შეიკავოთ. მადლობა. მოითმინეთ. ახლავე. ეს ბებია გარდიასთვის გავაკეთე, მაგრამ მას ვერ შევხვდები და მინდა თქვენ მოგცეთ. და კიდევ
აი, რატომ? არა, მე თქვენი მაგიდიდან ავიღე. თუ უეცრად ქვიშისა და კატის ბეწვის თაობაზე რაიმეს გაარკვევთ, შემატყობინეთ. წარმატებები. გამაგრდით. ასეთი რაღაცები ყოველდღე არ ხდება. შენ დედასაწყენინე, პოროტი ხარ. ღვთისმშობელო ქალწულო. იხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარი გვიშევს სულთა ჩვენთა. ღვთისმშობელო მარიამ. შენ უნდა იცოდე. უნდა იცოდე ვინ ვარ სინამდვილეში. შორიდან ჩემი აღიარება უცნაურია. მაგრამ მინდოდა ყველას ცოდნოდა რომ ეს მე გავაკეთე. ახლა გააქვს იმის მტკიცებულება რომ ყველაფერი მამაშენის ძალაუფლების ქვეშ იყო. და ეს სიმართლეა. მე ის შევაჩერე. მე დამნაშავე ვარ ხვდები, ვიტანჯებოდი და ვითმენდი. ეს კარგად დაიმახსოვრე. ეს სამომავლოდ დაგეხმარება. მორჩა. არ ვიცი კიდევ რა გითხრა. არც მინდა ლაპარაკი. მე შენი სიყვარული აღარც მინდა. მაგრამ ახლა იცი რომ დედა გყავს. შეგიძლია შემიცულო. მაგრამ ვერ დამივიწყებ. ეს კი მთავარია. ოდესმე ამას მიხვდები.
beautiful song to make you feel better. All I need is to find the right words to see you smile again. I find them, I promise.